რუდოლფ შტაინერი სახარება ივანესგან მეორე თავის მეორე ნაწილი რაზე შევჩერდით წინაზე რომ დედამიწაც გაივლის შემდგომ ინკარნაციებს და თანდათანობით ადამიანი მოიპოვებს უნარს რასაც ხელდასხმული უკვე დღეს ფლობს ანუ რას გადაამუშაოს საკუთარი ეთერული სხეული ესე იგი იმუშაოს თავის ეთერულ სხეულში დღევანდელი საშუალო დონის ადამიანი უკვე აწარმოებს ამგვარ სამუშაოს. მეს მიერ გადამუშავებულ მეტი წარმოებულ სხეულს ბუთხი, ანუ სიცოცხლე სულს ვუწოდებთ. საბოლოოდ ადამიანი თავისი ფიზიკური სხეულის მეტი გადამუშავებამდეც მივა. მეს მიერ დამუშავებულ გარდაქმნილ ფიზიკურ სხეულს ატმა, ანუ სული ადამიანი ეწოდება. მოდით მზერა მივმართოთ შორეული მომავლისკენ, როცა დედამიწა სხვა პლანეტარულ ფორმებს, სხვა ინკარნაციებსაც გაივლის. ამ დროისთვის იგი როგორც ოკულტიზმში იტყვიან, იუპიტერის, ვენერას და ვულკანის მდგომარეობებს განასრულებს. ხოლო ადამიანი განუზომელ სიმაღლეზეავა და თავის ასტრალურ სხეულს მანასად, ანუ თავად სულად გარდაქმნის. ეთერულ სხეულს ბუთხად, ანუ სიცოცხლეს სულად და მთელი თავისი ფიზიკური სხეული ატმად, ანუ სული ადამიანად გარდაისახება. აი ესე იმუშავებს მე ყველა ჩვენს სხეულზე. შევადაროთ მიწიერი ევოლუციის სასრულს მიღწეული ადამიანი იმ ადამიანს, რომელიც ევოლუციის სათავეში დგას. დასაწყისში არსებობდა ადამიანის მხოლოდ და მხოლოდ ფიზიკური სხეული, რომელიც ღვთაებრივ სულიერ არსებათა ეთერული, ასტრალური და მე სხეულებით იყო გამსჭვალული. ანუ მხოლოდ ღვთაებრივ სულიერი არსებებით იყო გამსჭვალული ყველა ჩვენი სხეული. ეს არსებები მასში ცხოვრობდნენ. და აი, მიწიერი გზის დასალიერს ჩვენ წინაშეა უკვე საკუთარი მეტი სრულად გამსჭვალული ადამიანი. ეს მე ასტრალურ სხეულში იმკვიდრებს, როგორც მანასი, ანუ თავად სული. შემდეგ თავისი არსით მსჭვალავს ეთერულ სხეულს და მთლიანად აღავსებს ბუთხით, ანუ სიცოცხლეს სულით. და ბოლოს ფიზიკურ სხეულს ერთიანად გამსჭვალავს ატმა. მეს შემონაქმედი უკვე სული ადამიანი. თავად განსაზღვრეთ, რა უზარმაზარი სხვაობა ამ ორ ადამიანს შორის, რომელთაგან ერთი დგას ევოლუციის სათავეში, მეორე კი ბოლოში. თუ კი ამ სხვაობას მთელი ჩვენი არსებით შევიგრძნობთ, გასაგები გახდება ძილის მდგომარეობაც, საგანგებოდ რომ წარმოვიჩინეთ როგორც ერთგვარად წინააღმდეგობრივ. სწორედ ამას განმარტავს ქრისტიანული ეზოტერიკაც. მოდით გავიაზროთ, როგორი იქნება ადამიანის ფიზიკური სხეული იმ დროს, როდესაც დედამიწის ევოლუცია თავის საბოლოო მიზანს მიაღწევს. მიაღწევს საბოლოო მიზანს და როგორ იქნება დღევანდელი ფიზიკური სხეული. ისე იგივე, როგორიც იყო, რა თქმა უნდა არა. ფიზიკური სხეული განასახიერებს იმას, რასაც ამ ფიზიკური სხეულიდან გამოიმუშავებს მე. ანუ ასეთი სხეული იქნება ერთიანად განსულიერებული. ისევე როგორც ეთერული და ასტრალური სხეულები, რომლებიც სულიერნი იყვნენ მანამდე, სანამ ადამიანი მათ საკუთარი მედან განასულიერებდა. როგორც ზემოთ ითქვა, უბრალო ქვაც განსულიერებულია ეთერული, ასტრალური მე სხეულებით, რომლებიც უმაღლეს სულიერ სამყაროში ცხოვრობენ, მაგრამ ქვას განეკუთვნებიან. ამრიგად ქრისტიანული ეზოტერიკა მართალია, როცა ამბობს, რომ დღევანდელ ფიზიკურ სხეულს ადამიანი ვერ ფლობს, რადგან ჯერ კვლავ უსასრულოდ შორსაა მისი განვითარების საბოლოო მიჯნა, როდესაც იგი შეძლებს საკუთარი მეტი გადაამუშავოს თავისი არსების ყველა წევრი ფიზიკური ჩათვლით. მაგრამ ჯერჯერობით ადამიანი ვერც ეთერულ სხეულს ფლობს. იგი ამის შესაძლებლობას მოიცემს მაშინ, როდესაც დედამიწა ვენერას მდგომარეობაში გადავა. მაშასადამე დღევანდელი ადამიანი უძლურია თავის მეტი მართოს ფიზიკური და ეთერული სხეულები.
იგი მათ მხოლოდ საკუთარ არსში ბუდჰის და ატმას გამომუშავების შედეგად დაიმორჩილებს. მაგრამ ფიზიკური და ეთერული სხეულები სულიერ მმართველობას საჭიროებენ. ის, რასაც ადამიანი უდესმე თავად მისცემს ფიზიკურს და ეთერულ სხეულებს, დღესაც აუცილებლად უნდა მსჭვალავდეს მათ. ფიზიკურსა და ეთერულ სხეულებში დღესაც აუცილებლად უნდა არსებობდნენ ის სულიერი წევრები, რომელთაც მოვადრო ჩვენ თავად მესმეშვეობით გამოვიმუშავებთ. ფიზიკურ სხეულში ისინი დასაბამითვე ჯერ კიდევ სატურნის პერიოდში არსებობდნენ. ისინი ადამიანში იყვნენ, როდესაც ის მზეზე ცხოვრობდა და დღემდე განაგრძობენ მასში არსებობას. ამდენად ქრისტიანული ეზოტერიკა სამართლიანად ამტკიცებს, რომ უკვე დღეს ადამიანის ფიზიკურ სხეულში ცხოვრობს ის, რასაც იგი მომავალში თავისი განვითარების კულმინაციურ წერტილში მოიპოვებს. ეს არის ღვთაებრივი ატმა. ეს არის ღვთაებრივ სულიერი არსება და ასევე ეთერულ სხეულში უკვე ცხოვრობს ბუდჰი, ღვთაებრივი სიცოცხლეს სული, ხოლო ასტრალური სხეული, როგორც ითქვა, ორი ნაწილისგან შედგება. ერთი, რომელსაც ადამიანი უკვე განაგებს და მეორე, რომელიც მას არ ექვემდებარება, რომელსაც იგი ჯერ ვერ ფლობს. რას ხედავთ ადამიანის არსების იმ ნაწილში, რომელსაც იგი ვერ ფლობს? იქაც თავად სულია, ოღონდ ღვთაებრივი თავად სული. საკუთრივ ადამიანური თავად სული მოქმედებს ასტრალური სხეულის იმ ნაწილში, სადაც დაწყებული პირველი ინკარნაციიდან მისი მე მუშაობს. ასეთია ჩვენს წინაშე მდგომი ადამიანი. ახლა კი განვიხილოთ ადამიანი დღის ცხადიერ მდგომარეობაში. რა ვიცით მის შესახებ? თვალით აღქმული ფიზიკური სხეული ხომ მხოლოდ გარეგნული მხარეა მისი. შიგნიდან იგი წარმოადგენს ატმიურ არსებას, უმაღლესი ღვთაებრივ სულიერი არსის ნაწილს, რომლითაც იგი გამსჭვალულია. იგივე ითქმის ეთერულ სხეულზეც. გარეგნული ნიშნეულობით იგი ამტკიცებს, ადუღაბებს ფიზიკურ სხეულს. შიგნიდან კი ღვთაებრივი სიცოცხლეს სულია. ასტრალური სხეულიც კი ღვთაებრივ თავად სულითაა გამსჭვალული და მისი მხოლოდ ერთი ნაწილია ადამიანის მეთი, ხელთქმნილი და გარდასახული. ძინარე ადამიანში ეს წინააღმდეგობრიობა უმალ ქრება. ძინარე ადამიანის ასტრალური სხეული და მე მის გარეთაა. ყოველ ღამე ადამიანი მშვიდად ტოვებს თავის ფიზიკურ ეთერულ სხეულებს, მაგრამ ეს სხეულები ღვთაებრივ სულიერი საწყისთა მეურვეობის და მზრუნველობის გარეშე რომ მიატოვოს, დილით დაშლილ დანგრეული დახვდება. აი აქ გაწყდა პირველი თავი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სულაც არ არის ზედმეტი აი ამ ყველაფრის გამეორება, რომ გავაგრძელოთ. მაშასადამე, როდესაც ასტრალური სხეული და მე ადამიანიდან გადის ძინარე ადამიანის ფიზიკურ და ეთერულ სხეულებში, ღვთაებრივ სულიერი ფიზიკური საწყისი და ღვთაებრივ სულიერი ეთერული საწყისი რჩება. ფიზიკური და ეთერული სხეულები გამსჭვალულია ღვთაებრივი ატმათი და ღვთაებრივი ბუდჰით. ახლა კვლავ მივუბრუნდეთ ჩვენი დედამიწის განვითარების პირველ საწყისს, როდესაც ადამიანში ჯერ არ იყო მე. თავდაპირველ ინკარნაციამდე მე არ იყო დაკავშირებული ადამიანის ფიზიკურ, ეთერულ და ასტრალურ სხეულებთან. თვარიდან დედამიწაზე გადმოვიდა ფიზიკური, ეთერული და ასტრალური სხეულები, რომლებმაც მე დედამიწაზე მიიერთა. მთელი ამ პერიოდის მანძილზე მათში ღვთაებრივი მე ცხოვრობდა და ეს სხეულები ვერც იარსებებდნენ ამ ღვთაებრივ მეს ბოლომდე რომ არ განემსჭვალა ისინი. ასტრალური სხეულები გამსჭვალული იყვნენ ღვთაებრივი თავად სულით, ეთერული სხეულები ღვთაებრივი სიცოცხლეს სულით, ხოლო ფიზიკურ სხეულებს ღვთაებრივი სული ადამიანი, ანუ ღვთაებრივი ატმა მსჭვალავდა. ახლა უფრო შორს სატურნის მზის მთვარის ევოლუციებისკენ მივმართოთ მზერა. სატურნზე ღვთაებრივმა სიცოცხლეს სულმა, სიცოცხლეს სული ის არის ბუდჰი, ანუ მთვარის. ესე იგი, სატურნზე ღვთაებრივმა სიცოცხლეს სულმა, რომელიც დაძინებულ ადამიანში როგორც ერთგვარი მინერალი ამჟამად ცხოვრობს, ფიზიკური სხეული წარმოშვა. ეს სიცოცხლეს სული, როცა გვძინავს, ჩვენში მაინც არსებობს,
როგორც ერთგვარი მინერალი. და სატურნზე მაშ აი ამ სიცოცხლეს სულმა, ოღონდ ღვთაებრივმა სიცოცხლეს სულმა წარმოშვა ფიზიკური სხეული. მზის ფაზაში მან, ანუ სიცოცხლეს სულმა, ნახეთ, ამ ფიზიკურში რაღაც მცენარეული შთაბეჭდა. შემდეგ მთვარეზე ამ მინერალურის და მცენარეულის შენაერთში ტკივილის და სიამოვნების შეგრძნების სურვილი ჩასახა. მაგრამ ამ სამჯერად შენაერთს ჯერ არ შეეძლო თავისთვის ეთქვა მე. ადამიანმა გაიარა ყველაზე მოხსენებული დაბალი საფეხური და ახლა ჩვენ საკუთრებ მიწიერ ევოლუციას მივადექით. დედამიწაზე ადამიანის სხეულს შემდგომი სახეცვლილებები უნდა განეცადა, უფრო მეტად უნდა სრულქმნილიყო, მაგრამ რა იყო ისეთი, რასაც იგი ვერ ფლობდა. რა იყო მისთვის ის სრულიად უცხო, ღვთაებრივმა სულმა სათავისოდ რომ შემოიტოვა და არ გადასცა, არ ანდო ადამიანის სხეულს. ეს გახლდათ საკუთარი არსიდან შვინვიერი ცხოვრების ბგერით გამოხატვის უნარი. დიახ, უტყვი, უენო იყო ცხოველის საფეხურზე მდგომი მთვარის ადამიანის სხეული. საკუთრივ ადამიანურ არსებას ამ ნიჭისა არაფერი ეცხო. მართალია, ცხოველები ბგერებს გამოსცემენ, მაგრამ ეს მაინც უსხვაა. ამ მიმართებით ცხოველები განსაკუთრებულ ვითარებაში იმყოფებიან. გამოსცემენ ბგერებს, მაგრამ ეს ღვთაება ჟღერს მათში. ეს არის ღვთაება, რაც მათში ჟღერს. შინაგანი მდგომარეობის სიტყვიერი გამოხატვა ადამიანმა მხოლოდ დედამიწაზე შეძლო. მანამდე იგი უტყვი იყო. სიტყვის უნარი ადამიანის არსება მხოლოდ მიწიერი ყოფიერების დასაწყისში მიიღო. მაშასადამე სახეზეა განვითარების ამგვარი განწესრიგება. დასაბამიერ მეტყველების უნარი სიტყვა მხოლოდ ღმერთის თანა იყო და ღმერთმა უწინარესად შექმნა პირობები, რომელთა ძალით ფიზიკურმა აპარატმა ბგერის ამოთქმა მოახერხა. სწორედ ასე წარიმართა ყველაფერი. როგორც ყვავილში ყვავილი თვლემს თესლში, ასევე ხმიერი მეტყველი სიტყვა, ლოგოსით ღირსყოფილი ადამიანი სატურნზე უკვე თავის თესლში იმყოფებოდა. სიტყვა ლოგოსით ღირსყოფილი ადამიანი სატურნზე უკვე თავის თესლში იმყოფებოდა. ბგერა თესლში იყო გაიდუმალებული და თანდათანობით როგორც თესლიდან მცენარე მისგან განვითარდა. მოდით კვლავ სატურნის დროინდელ ადამიანის ფიზიკურ სხეულს დავუბრუნდეთ და დავსვათ კითხვა. საიდან მოდის ეს ფიზიკური სხეული? სად არის ის პირველსათავე თუ პირველ მიზეზი, რომლის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა მისი განვითარება? ფიზიკური სხეული ლოგოსიდან, ანუ სიტყვიდან წარმოსდგა, რადგან უკვე სატურნზე ადამიანის სხეულს ისეთნაირად წარმართავდნენ, რომ მომავალში იგი ლოგოსის ამეტყველებული მოწმე უნდა გამხდარიყო. თუ კი დღეს ჩვენ ადამიანის იერი გვაქვს, თუ კი ადამიანის სხეულმა დღევანდელი სახე მიიღო, ამის მიზეზია სიტყვა. მთელი ჩვენი ქმნადობის საფუძველში ჩადებული. მთელი ჩვენი სხეული სიტყვის თანახმიერ ჩამოინაკვთა და თავიდანვე განისაზღვრა იმისთვის, რათა საბოლოოდ სიტყვა ამოეთქვა. და თუ კი ქრისტიანი ეზოტერიკოსი ჭრეტდა რა ადამიანის ფიზიკურ სხეულს, თავის თავს კითხავდა, როგორია და რას წარმოადგენს ამ სხეულის პირველ ხატი. პასუხი უნდა ყოფილიყო, ფიზიკური სხეულის პირველ ხატი არის სიტყვა, ანუ ლოგოსი. იგი დასაბამიერ მოქმედებდა ადამიანის ფიზიკურ სხეულში და ახლაც მოქმედებს. ძილის დროს, ანუ როდესაც მე ტოვებს მას. აი სწორედ მაშინ ადამიანის არსების მიტოვებულ წევრებში ღვთაებრივი ლოგოსი მოქმედებს. მაშასადამე პასუხი კითხვაზე თუ რა არის ფიზიკური სხეულის პირველ ხატი? არის ასეთი. პირველ სათავე არის ლოგოსი, ანუ სიტყვა. მოდით გადავხედოთ განვითარების სრულ პროცესს. სატურნი გადავიდა მზის მდგომარეობაში,
ადამიანის ფიზიკურ სხეულში შთაინერგა სიცოცხლე სული. შემდგომი განვითარებისთვის კიდევ რაღაც იყო საჭირო. თუ კი სატურნზე ლოგოსით ერთიანად გამსჭვალული ადამიანის ფიზიკური სხეული მაინც მანქანის და ავტომატის რაღაც სახეობას წარმოადგენდა, მზეზე მას შეუერთდა სიცოცხლე სული. ეს ბუთხი, ხო? რომელშიც ღვთაებრივი სიცოცხლე სული მოქმედებდა. და შეიძლება ითქვას, რომ სატურნზე ადამიანის სხეული იყო ლოგოსის გამოხატულება. ჩამოიტოვა რა სატურნი, ადამიანის სხეული კვლავ დაიბადა მზეზე და სიცოცხლე სულით მსჭვალული სიცოცხლე სხეული შეინივდა. ლოგოსი გახდა მზე სიცოცხლე და ადამიანი კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანა. ლოგოსი მზეზე სიცოცხლედ გარდაიქმნა. რა ხდება ამის შემდეგ? მთვარეზე ადამიანმა ასტრალური სხეული შემოიერთა. რას წარმოადგენს ასტრალური სხეული? ჩვენს დროშიც იგი ნათელმხილველურ ცნობიერებას ევლინება. ევლინება როგორც ადამიანის გარემომცველი აურა. ხო, ვიცით ხო ეს აურა. ეს არის ასტრალური სხეული. ეს არის სინათლის სხეული. დღევანდელი შეგნებისთვის უხილავი, მაგრამ ნათელმხილველი მას აღიქვამს როგორც სინათლეს, სულიერ ნათელს და ჩვენი ფიზიკური სინათლე სხვა არაფერია თუ არა სახეცვლილი სულიერი სინათლე. ასევე მზის ფიზიკური სინათლეც სამყაროს ღვთაებრივ სულიერი აურული სინათლის განსხეულება. აურა მას დაო, ხო? ესაა მისი საფუძველი. დღევანდელ სამყაროში გვაქვს სინათლე, რომელიც ადამიანისთვის მზიდან მოედინება, მაგრამ არსებობს სხვა სინათლეც, რომელსაც მზის შინაგანი ნათელი ასხივებს. მთვარეზე ადამიანის ასტრალური სხეულის ნათება ჯერ კვლავ ხილული იყო და როგორც უკვე მოგახსენეთ, მთვარეზე ადამიანის ასტრალური სინათლის სხეული ფიზიკურ და ეთერულ სხეულებს შეუერთდა. აი ხა განვიხილოთ ევოლუცია მთლიანობაში. მაშასადამე სატურნზე გვაქვს ფიზიკური სხეული, როგორც ლოგოსის გამოხატულება. მზეზე მას უერთდება ეთერული სხეული, როგორც სიცოცხლეს სულის გამოხატულება, ანუ ლოგოსი იქცევა სიცოცხლედ. მთვარეზე ყოველივე ამას სინათლის სხეულიც დაემატა, ანუ სიცოცხლე იქცა სინათლედ. ასეთია ადამიანის განვითარების გზა. როდესაც ადამიანმა მიწაზე ფეხი დადგა, იგი იყო ღვთაებრივ სულიერ არსებათა შემონაქმედი და მხოლოდ იმის წყალობით არსებობდა, რომ მის ფიზიკურ სხეულში, მის ეთერულ სხეულში და ასევე ასტრალურ სხეულშიც ცხოვრობდა ლოგოსი, რომელიც იყო სიცოცხლე და რომელიც იყო სინათლე. ახლა ვნახოთ რა მოხდა დედამიწაზე. ადამიანისთვის მოვიდა და ადამიანში განივთდა მე. ამის მეშვეობით ადამიანმა უნარი მოიცა არა მარტო ეცხოვრა სინათლესა და სიცოცხლეში, არამედ თავისი არსების გარეთ განეჭვრიტა ეს ყოველივე. ანუ ერთგვარად შეპირისპირებოდა ლოგოს, სიცოცხლეს და სინათლეს. ამან განაპირობა ის, რომ სიცოცხლე და სინათლე მისთვის ნივთიერი ქმნა მატერიალური სახე მიიღო. სიცოცხლემაც და სინათლემაც. ეს საოცარი პასაჟია. ესე იგი, დედამიწაზე რა ხდება, ხო, რომ ადამიანისთვის მოვიდა და ადამიანში განივთდა მე. და ამ მეს მეშვეობით ადამიანს მიეცა უნარი, რომ არა მარტო ეცხოვრა სინათლესა და სიცოცხლეში, არამედ თავისი არსების გარეთ განეჭვრიტა ეს ყოველივე და ერთგვარად დაპირისპირებოდა ლოგოს, სიცოცხლეს და სინათლეს. ამან განაპირობა ის, რომ სიცოცხლე და სინათლე მისთვის მატერიალური გახდა. ჩვენ ისე ღრმად ჩავყევით აზრის დინებას, რომ მივადექით წერტილს, საიდანაც შემდეგ მიმოხილვას დავიწყებთ და იმასაც წარმოვაჩენთ, თუ როგორ მივიდა ღვთისმშობილი ადამიანი დღევანდელ მეტი ღირსყოფილ ადამიანამდე. რამე თუ ჩვენ ნათელ ვყავით, რომ ამ ადამიანამდე არსებობდა პირველქმნილი ადამიანი. ის, რაც ადამიანმა თავისი მეს მეშვეობით თავად მოიპოვა, ყოველ ღამით უსყლდება
ფიზიკურ და ეთერულ სხეულებს. ხოლო რაც დასაბამიერ მასში იყო, მასთან ვერ რჩება და მის მიერ ესოდენ ვერაგულად უდარდელად მიტოვებულ ფიზიკურ და ეთერულ სხეულებზე ზრუნავს. იგი მასშია, ეს პირველქმნილი სულიერ ღვთაებრივი არსება. ჩვენ შევეცადეთ ქრისტიანული ეზოტერიკის ენაზე გადმოგვეცაყოფიერების ის უღრმესი, უშინაგანესი იდუმალებანი, რომლებიც იოანეს სახარების უდიდეს ლაპიდარულ გამონათქვამებშია მოცემული და რომლებიც ოდესღაც სიტყვის ბრჭყალებშია დასაბამიერ მსახურთათვის ჩვეულებრივ ცნებებს წარმოადგენდა. და თუ კი ზუსტად ჭეშმარიტების თანახმიერ გარდავთქვამთ იოანეს სახარების ამ სიტყვებს, იმასვე ამოვიკითხავთ, რაც ზემოთ იქნა განმარტებული. მოდით კიდევ ერთხელ მიუბრუნდეთ და სრულად აღბეჭდოთ დღეს გაჟღერებული სიტყვების მნიშვნელობა. მაშა სადამე დასაწყისში იყო ლოგოსი, როგორც ადამიანის ფიზიკური სხეულის პირველ ხატი. იგი საფუძვლად დაედო ყველას და ყველაფერს. ცხოველები, მცენარეები, მინერალები უფრო გვიან შეიქმნა. სატურნზე არსებობდა მხოლოდ ადამიანი. მზეზე მას შეუერთდა ცხოველთა სამყარო, მთვარეზე მცენარეული სამყარო, დედამიწაზე მინერალური სამყარო. მზეზე ლოგოსი გახდა სიცოცხლე, მთვარეზე სიცოცხლე იქცა სინათლედ და როდესაც ადამიანმა მიიღო თავისი მე, ეს ყოველივე მის წინაშე გაცხადდა. მაგრამ ადამიანს უნდა ესწავლა ლოგოსის შემეცნება, სიცოცხლის შემეცნება და ბოლოს სინათლის შემეცნება, იმ სინათლისა, მის ასტრალურ სხეულში რომ ცხოვრობს. ადამიანის ბნელ უმეცარ არსებაში აკიაფდა ეს სინათლე და დედამიწის ყოფიერების აზრიც ის გახლავთ, რომ ადამიანმა საკუთარი შინაგანი არსიდან და დაძლიოს წყდიადი და ლოგოსის სინათლე შეიმეცნოს. აი ამიტომაცაა იოანეს სახარების პირველი სიტყვები ლაპიდარული და როგორც ხშირად აღნიშნავენ, ძნელად გასაგები. ლაპიდარული ნიშნავს შეკუმშული, როცა სიტყვა ძნელად გასაგები, მოკლედ ნათქვამია და ძნელად გასაგებია, ხო? ანუ ლაპიდარულია, ხო, პირველად იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთი და სიტყვა იყო ღმერთთან, ხო? ძალიან მოკლეა, მაგრამ აი რამდენი ხელა ლექცია იყო საჭირო, რომ ოდნავ მაინც ჩავწდმოდით აი ამ გამონათქვამს. ამიტომაცაა იოანეს სახარების პირველი სიტყვები ლაპიდარული და როგორც ხშირად აღნიშნავენ, ძნელად გასაგები, ანუ შეკუმშული და ამიტომაც ძნელად. მაგრამ შეიძლება განასამყაროს უღრმესი იდუმალებები ტრივიალური სიტყვებით გადმოიცეს. ხომ წმინდა წყლის კრეხელობაა, როცა ამბობენ, რომ ჯიბის საათის მექანიზმის გაგება საგნის არსში სერიოზულ ჩაღრმავებას მოითხოვს. ამ დროს კი ღვთაებრივის მისაღწევად უბრალო დაუძაბავი მარტივი ადამიანური შეგნებაც უნდა კმაროდეს და რაოდენ გულსატკენია, რომ თანამედროვე კაცობრიობა მაშინაც კი, როდესაც რელიგიური წყაროების სიღრმეებზე უშუალოდ მიუთითებს, ასე განსჯის ხოლმე, რომ რა საჭიროა სირთულეები, ყველაფერი უნდა იყოს იოლის იმარტივეს. არაფერი სჯობს. მაგრამ იოანეს სახარების დასაწყისი სიტყვების უღრმესი აზრი მისაწვდომია მხოლოდ მისთვის, ვინც უდიდეს სამყაროსეულ მოვლენათა წვდომის მტკიცე სურვილს და კეთილნებას ფლობს. და იმ სიტყვათა არსამდეც აღწევს, რაც იოანეს სახარების სახარებათა შორის უღრმესის დასაწყისშია მოცემული, რომ დასაწყისში იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი, ანუ ლოგოსი. დასაწყისში იგი იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი, ანუ ლოგოსი. დასაწყისში იგი იყო ღმერთთან, ყოველივე მის მიერ შეიქმნა და თვინიერ მისსა არაფერი შექმნილა, რაც კი რამ შექმნილა. მასში იყო სიცოცხლე და სიცოცხლე იყო ნათელი კაცდა და ნათელი წყდიადში ნათობს და წყდიადმა ვერ მოიცვა იგი. თუ ვით განიხნა თანდათან წვდიადი, ცნობიერების სხივით, ამაზე იოანე შემდეგ მოგვითხრობს.